მოგესალმებით. გავაცნოთ მაყურებელს თქვენი თავი, ანანია, ნიცა და გიორგი. ანანია არის AI-ის დამფუძნებელი, ნიცა და გიორგი კიდე შოპ 69-ის. თქვენ ცოლ-ქმარი ბრძანდებით? კი, 12 წელია. 12 წელია. სექსი კარგი ბიზნესია? ძალიან. როგორც იდეა, სექსი არის ძალიან კარგი გასაყიდი. არამც თუ დაუშვათ იმ კონკრეტულ პროდუქტებზე დავიწროებული, რასაც მე და ეს ყველი ვეწევით და სექსის პოპულარიზება არის საერთოდ კეთილშობილური და ძალიან მომგებიანი იდეა ჩემთვის და ალბათ დამეთანხმებით, ხო? კი, ანუ კარგი ბიზნესი ცოტა ისეთია, უფრო საინტერესო არის და მრავალფეროვანია კიდე რა. კეთილი ბიზნესია. ხო. და საქართველოში საჭიროა კიდე ამის რაღაც ხრივ განვითარება და ხალხთან უფრო ახლოს და ისე მიტანა რა. ბუნებრივი რო იყოს ეს და არა ჩუმად და ისე ლაპარაკი რაღაც. ღამე 12 საათის მერე ჩუმჩუმად რაღაცა მესიჯობა და რაღაც გააზრება და დანაშაულად არ უნდა ითვლებოდეს. აი რა კაი რაღაც ხო. უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე ისე რომ ეს აღიქვან როგორც ჩვეულებრივი, ანუ ტაბუდადებული არ არის და ეს არ არის რაღაც კი და ნენელა ეს ნაბიჯ უკვე რაღაცები ვითარდება და იწყარანია ჩვენზე ადრე უფრო საინტერესო რაღაცები გააკეთა კი ჩვენზე ადრე გააკეთა შენ და პატარ-პატარა რაღაცეებით უკვე ნენელა როცა გამოჩნდება შეხედავ რომ თავიდან ყველას გონია რომ აი რა ცუდია და ეს როგორ შეიძლება მაგრამ მე უკვე ეჩვევია რომ ეს ბუნებრივია სიკეთე რა მოაქვს თქვენ ბიზნესს ჩვენ ვფიქრობ ვეხმარებით იმ წყვილებს ვისაც ვთქვათ მოსწინათ ერთი პარტნიორი ანუ ერთნაირი ურთიერთო ერთფეროვანი სექსი ასე ვთქვათ ამოწურეს წლების განმავლობაში ის ყველაფერი რაც შეიძლება და ნივთების გარეშე გაეკეთებინათ და ჩვენ ვფიქრობ ვეხმარებით აი ჩვენი პროდუქციით რომ უფრო მრავალფეროვანი უფრო მეტი თუნდაც ფორმები გვაქვს იქ ექთნის ფორმა იქ მასწავლებლის ფორმა ან სხვადასხვა ფორმები რითიც შეიძლება ძალიან საინტერესო გახადონ ურთიერთობა ამ სექსუალური ძალიან მარტივი კამათელი როა იყოს სადაც კამათელი არის უბრალოდ და უბრალოდ ხატია რაღაცა პოზები ხო ანუ ეგეც არის უბრალოდ მრავალფეროვანები. ხო, აზარტული. ძალიან მარტივი რა, ძალიან მარტივი როა იყო რა, არა, უცილებელი რომ რაღაცა დიდი გარდირობი კონდეს და წითელი ოთახი კონდეს. ამისთვის უბრალოდ ძალიან მარტივი ნივთები განიწყება ეს ყველაფერი, პატარ-პატარა მრავალფეროვნება, ხო? რომელიც საინტერესო კი. აზარტში ამ ნივთებს მე როგორც ვიცი, თქვენ საიტზე რაღაცა ქართული შესატყვისი სიტყვები და აი ხო, ეგ იუმორის დონეზე მივიტანეთ ყველა ადამიანთან, ან იმდენად მარტივად რომ ხალხი სამსახურში ხსნიდნენ და აჩვენებდნენ ერთმანეთს აი რაიმე რასახელი წერია და კომპლექსის გარეშე შეხედე ნახე რა გადაობა წერია ნახე რა გადაობა აი ჭუჭუები დავარქვით სიტყვაზე ჩიტო დავარქვით კეცბაიები გვაქვს ერთი ეგეთი აქედან ანუ ერთი პროდუქტი არის აქედანაც არის და იქიდანაც არის და კეცბაია დავარქვით აი რა ამას კიდე იროვნება ხო არ გაქვს თქვენ ინდოსტატის მარჯვენა ეგეც ყواد მგონია რომ ადამიანებს მოკლედ აი უშუალოდ როცა მოიწამლები და ნახავ რაღაც კონკრეტულ პროდუქციას მე უფრო კომპეტენტური შემფასებლებიც ხდებიან და მე თვითონ ძალიან გაუთვითცნობიერებელი ვარ ამ დარგში კონკრეტულად რასაც აი ნიცას და გიორგის პროდუქცია წარმოადგენს და ძალიან ცუდია იმიტომ რომ არანაირად არ მაწყენდა რომ თუ კი ხა შეიძლება ჩემთვის არც ისეთი ადრეული მოკლედ არც ისეთი ბევრი წელია რაც საერთოდ შეიძლება რომ სექსუალური აქტიური ცხოვრება მქონდეს მაგრამ აი ადამიანი რომელიც ახლა მე ხუებთან შედარებით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ამ ყველაფრით არ ვარ გათვითცნობიერებული და წარმომიდგენია ვიღაცისთვის ვისთვის მორალური დილემაც არის ამ ყველაფერთან გაცნობა რამხელა წნეხია ერთი წუთით ეხლა მაინტერესებს მომხმარებელი ბევრი გყავთ კი საკმაოდ და იმაზე მეტი ვიდრე მოულოდნელია და მე არ შემოვსულა თქვენ საიტზე და რომ თქვა შემოვედი და ვუყურებ ეხლა ჩემი საბჭოური გადმოსახედიდან თუ რაც არის და ნუ რაღაცები არ ვიცი რა არის თქვენ მიხსნით თუ როგორ ხდება მომხმარებელს არ აქვს ფიზიკურად ამის შეხების და აღქმის საშუალება ხო არ ვიყიდი ვიდეოები გვაქვს გადაღებული YouTube-ზეც გვიდევს და ხსნით ამ ანუ განხილვები გვაქვს ამ სხვადასხვა ვიდეოები სხვადასხვა პროდუქტების განხილვები რომ ვალდებული არ ხსნით რა ვიბრირება აქვს როგორ ხდება როგორ მუშაობს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი კაცის შემშურდა ისეთი ტიპი არის ანუ ესეთი ელემენტარული ახსნები შეიძლება ყველა პროდუქცია არ
გვაქვს, მაგრამ უკვე 1 და 2 რომ იცი და ნახე როგორ მუშაობს, შემდეგ წარმოდგენა გექნება. ნივთი, რომელიც ძირითადად უფრო სახალისო არის. შეგიძლია საასაჩუქრად გამოიყენოს, VT ესეც საყვარელი სახელია. რა მაგარია. ხო, ესე და ეს წვირებზე კეთდება. ეს წვირებზე ონთ მაგრდება ეს ხელები უკან. ხელები უკან. ნუ ასევე არის. ერთმა შემოვიარო თქვენ. ინსტაგრამის, Facebook-ზე და საიტზე პირდაპირ არის ჩატი, სადაც ოპერატორები ეხმარებიან მაქსიმალურად როგორც კი მოიწერებით? დაყვალიანებაში ესე. ეხლა იცით რას ვფიქრობ, ამ პანდემიამ თქვენ მე მგონი ძალიან დადებითად იმოქმედა. დადებითად იმოქმედა აი ზუსტად. ანანია, შენსკენ როგორ არის? ჩემსკენ ექსპორტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ტრანსპორტირება შეიზღუდა და კორპორატიული შეკვეთები იყო ძირითადად გარდა საცალო შეკვეთებისა უცხოეთში, ევროკავშირის ბაზარზე, მაგიტომ არც ისე დადებითად, თუმცა ონლაინში, აი ონლაინის მადრიდ და ძალით რო გავაკეთეთ პანდემიის სერია, ძალიან კარგად იმუშავა და ის ფინანსური რისკები, რაც აი ესე პოსტფაქტუმ დავდექით, კარგად დაფარა და მაგისიც ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ. ანანია, პანდემიის სერიაში შენ თქვი და პანდემიის სერიას რას გულისხმობდი? ერთი აქაც მაქვს, ხო? პანდემიის სერია მაგალითად Stay Inside, ხა ინგლისურენოვანი გადმოგვითარგმნე. ფრაზა, მაგრამ დარჩი შიგნით. დარჩი სახლში სექსუალური გარდაქმნა, ხო? ხო. დარჩი შიგნით რაღაცა არ გარისკო შენი ცხოვრება, don't bet your life და ნუ bet ინგლისურში გამურაც არის და სონის გაკეთებაც. აი ეს ძალიან მიყვარს მე. Just breathe. ისუნქა on დრუსიკია სახაზე აფარება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნაწილს, ხო? განათლებას არეგულირებს პოლიტიკა. და ნუ ეს ყველაზე ცნობილი სერია ის ასე ალბათ პუტინთან დაკავშირებული ოკუპაციის ხაზი ქვია, ამას ოკუპაციის ხაზი რეალურად ოკუპაციის ხაზი გვაქვს, აგერ 40 კილომეტრზე ნაკლებში სამწუხაროდ და ესეც ხაზია რა, როგორც დიზაინის ხაზია და ეს პუტინის საქმეა. ჩემ თავარ მიღწევა ცხოვრებაში, რომ ეს პუტინის საქმეა ნახე და პერსონა ნონ გრატა ვარ. ეგ არის მე მგონი მართლა ჩემ თავარ მიღწევა და საიდან მივიდა ეს ინფორმაცია? იმუშავეს და ძალიან დიდი მადლობა მათ. ამ საშინელი საქმიანობისთვის რასაც ეწევენ. ამ რეკლამისთვის. ხო, რისი თქმა მინდა რომ პოლიტიკით ხა ეს გასაგებია რომ ყველა საერთო მტერია და every dick needs protection პუტინის გამოსახულებით, რომელიც 2018 წელს ოკუპაციიდან 10 წლის თავზე გავაკეთეთ, იმ წელს პუტინმა რომ ქოლ მოუმარჯვეს, თვითონ რას მოიმარჯვებდა. უკან მოსდევდა. ხო, ერთადერთი დიქტატორი რო იყო მთელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მოედანზე, ის გამოხმაურება ჩვენი მხრიდან და პოლიტიკა ძალიან ბევრი ამის განსაზღვრავს რა. მუდმივი კლიენტები გყავთ? კი. არიან ესეთი რომლებმაც ამოწურეს ეს მთელი თქვენი შეთავაზებული მაგრამ ძალიან დიდი სეგმენტია. რამე ახალი შემოგთავაზეთ გეუბნებიან, იმიტომ რომ ეს უკვე გავიარეთ. მაგას ვინც იძახის ძირითადად ის იძახის ვისაც არ გამოუყენებიან. ვერ გაიგო რაღაც ხო აი ესეთი ადამიანი, თორე ვინც დაინტერესებული ასე თქვა კოლექციონერია, იმას ვერ გეტყვის, იმიტომ რომ იმდენად დიდი არჩევანია ფიზიკურად ესეთ მცირე დროში ვერ ამოწურავდა. ერთი 10 წლის მერე ვნახავ. რაც იყო უფრო ცნობილი და პოპულარული ჩვენ მაღაზიაში იყიდებოდა ეს სათამაშოები, თუმცა ეხლა ბოლო 4 თვეა უკვე 50-51-ნაირად იყიდება ყველა პროდუქტი. ანუ ვერ გამოვარჩევ. ანუ ხო ესე ვერ გამოვარჩევთ, რომ აი მაინც და მაინც ეს რაღაცა იყიდება, მაგრამ არის ხოლმე რაც პერიოდები, რა სიტყვაზე რაც პროდუქტი უცებ ამოიყიდება, მე ჩამოვიტენთიზებ, კიდე ამოიყიდება და მე უკვე ეს აღარ იყიდება რა. ანუ ერთ გონია რომ ერთმანეთს ეუბნებიან, ანუ რაღაც ერთი უნდათ და ის მთელი თვე უნდათ ის ერთი რაღაც მხოლოდ, ანუ ესეთი ამოჩენები არის ხოლმე. ტრენდი ხდება თითქოს ერთი პროდუქტი და სხვა მხრივ, ანუ სათამაშოებში ალბათ ვფიქრობ, რომ მეტწილად ქალი სათამაშოები იყიდება, ვიდრე მამაკაცი სათამაშოები. ხო, ნუ როგორც თეთრეული. რაღაცები ხო ვიცი რომ მოტანილი გაქვს. კარგი. ყავის აქსესუარები. ძალიან მაინტერესებს. აბა
ერო არა, უფრო სექსუალური ვარ. ისე ძალიან საყვარელი. სცენაზე წარმოვიდგენია ჩემი თავი და არა მართალია საყვარელი იყავით ისე და ეს უფრო სექსუალური. კაი, ეს ძალიან კარგია მომეწონა, მაგრამ ხო, ეხა კიდე რა გაქვთ? კიდე გვაქვს ესეთი პომადა. პომადები ძალიან მიყვარს. სასაჩუქრე ძალიან საყვარელი. მე რა ვქნა? რეალურად კარგია? კი, რეალურად როგორც პომადა ძალიან კარგია. და ანუ ეხა მისვია, თორე გადავისვამდი, მომოთ ეს სხვა ფერია. ძალიან ბევრ ბრენდულ ეგრეა მამახა ერთი აქეთ. მაგრამ ფერი არა. ეს არის უბრალოდ ისე. ყველაზე მეტად მე მგონი ეგ მომეწონა. ძალიან კარგი არის და მართლა და ინსტრუქცია მოყვება, რამდენი წუთი უნდა ივარჯიშო მაგით? საიტზეც გვიწერია თვითონ აღწერა. თვითონ აქაც აღწერა, ანუ როგორ არის რეკომენდირებული გამოყენება და ნუ დანარჩენ უკვე გინეკოლოგის დანიშნულებით შეიძლება უკვე ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი არის, ძალიან მოთხოვნადი. მგონია რომ ყველა ოჯახშია უკვე. აი მე და ჩემ ოჯახში ჯერ არ არის და მაჩვენეთ რა არის. ეს არის ბორკილები. არა, არ მინდა ბორკილები. ძალიან საინტერესო არის. ეს არის ფეხის ბორკილები. ხუღულა ბორკილები. ეს არის ერთმანეთზე მისაბმელი. ანუ კომპლექტში არის ეს ყველაფერი ერთად. ანუ ამას თუ შეიძენს ჩათვალეთ, რომ უკვე ეს BDSM-ს რაც საწყის BDSM-ს რაც ეხება ყველაფერი გაბანეთ, ვინ ვის აბავს? სულ თვითონ არჩევანზე არის ხო, ანუ წყვილი როგორ მოიფიქრებს, ვინ დააბავს. როგორ არის? ისე. ეს თვალე. თან გაზრდილია საზოგადოება, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ ყველა რამდენიმე წლის წინ ორალური სექსის სცენებაზე ისეთი ამბავი აიწია, რომ სადაუბანაო. ესეთი ტიპი არის რა და მოყვება, ანუ პატარა მათრახი, მოყვება ბორკილები და ესეთი ბუმბული.
ძალიან დიდი მადლობა ამ ნივთების ჩვენებისთვის. ეს მათ რახი განსაკუთრებით მომეწონება. ხუმრობ. ხო და ანანიას მინდა კითხო, საიდან გაგიჩნდა ეს სულ თავიდან ეს იდეა, რომ აი ეს საქმე წამოგეწყო და რამდენი წლის იყავი? 21-ს რო გავხდი იმ ღამეს მომაფიქრდა აისა. აისა. სახელები ძალიან აისა თუ შეიძლება აისა. ხო, მე უფრო იდეოლოგიური დამოკიდებულება მქონდა სექსუალობასთან და სექსოლოგიასთან. და გადავწყვიტე რომ ის იდეები რაც მე მინდა რომ მივიტანო ადამიანებთან მივიტანო სექსის გავლით და მივიტანო არა დავუშვათ გართობისთვის საჭირო პროდუქტით არამედ სექსთან დაკავშირებული კონტრაცეპტივით ხო თავიდან ფემინისტური ღირებულებების გატარება აი ჩემის ყველაზე საყვარელი ერთ-ერთი რომ I don't want to be your mother ქართლის დედის რეპლიკა მნიშვნელოვანია აქ ემიგრაციის საკითხიც ეხება როგორ არის ქართველი დედა უკვე გამწარებული ყელში ამოსული თავისი ცხოვრებით და თუმცა ამას მაინც სიყვარულით და დედობრივი ინსტინქტით აკეთებს და თავისთავად იქ აბორტის საკითხთანაც არის ხო დაკავშირებული პრევენცია არასასურველი ორსულობის და აი ეს იდეოლოგიური საკითხები იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოდ მუღამი იყო თავიდანვე ეგ რომ ნებისმიერი თემა, ფეხბურთი, ლიტერატურა, მონარქები და რელიგია და ასე შემდეგ ნებისმიერი თემა შეიძლება იყოს სექსთან ოღონდ ლოგიკურად და გემოვნებით დაკავშირებული. ეხლა ერთი აი ეს არაჩვეულებრივად რომ დაარქვი, აი ისა. იმიტომ რომ საოცარ უხერხულობას და მორიდებულობას განიცდი და მყიდველი და ყოველთვის ერიდებოდნენ და გამყიდველი. ზუსტად გამყიდული სამყარო. და აი ისა, ეს საიდან ვინმეს გაიგე, ყიდვის დროს გაიგე, მამაკაცი რომელიც იტანჯებოდა თუ აი როგორ ჯერ მოვიფიქრე რომ უნდა ყოფილიყო იმ ღამეს, როცა მე გავხდი 21 წლის, მოვიფიქრე რომ უნდა ყოფილიყო მესიჯებიანი პრეზერვატივი, ანუ ჩამოყალიბდი პროდუქტზე, კონცეფციაზე და მთავარ მახასიათებელზე რომ ეს პროდუქტი არ უნდა ყოფილიყო ცუდი კონსულტანტების მხრიდან გაყიდული, უნდა ყოფილიყო სავაჭრო აპარატებით ეგრეთ წოდებული ვენდინგებიდან გაყიდული. და აი ის არ არის სარკასტული მომხმარებელთან მიმართებაში დამცინავია იმ სერვისთან რომელიც ნუ ძალიან დიდი ქსელები არსებობდა და არსებობს რომლებშიც რო შეხვიდე მაინც თვალებს რაღაცნაირად გიყურებენ თუ პრეზერვატივს აარჩევდა ასე რომ ზოგადი ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას ეძღვნებოდა და როცა აი მე მიყვარს როცა ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური რა მე უბრალოდ რო დამერქმეა აისასთვის იქნებოდა რომ უბრალოდ გავიცინეთ გვეყო მაგრამ როცა სთავაზობ სერვისს რომელიც ალტერნატიულ მიწოდების ფორმას გაძლევს მიხვალ შენ კომფორტულად ჩამოაგდებ რომელ პროდუქტსაც გინდა და აარჩევ მგონია რომ უკვე მადლიერებაც კმაყოფილებაც მომხმარებლის მხრიდან უფრო ისეთია რა ღირსეულია იმსახურებს ბრენდი რომ იყო ლოიალური მე ამ ყოველფრის მიმართ და მუდმივ მომხმარებელი. აუცილებელი არის რომ ბავშვობიდან ну უკვე გარდატეხის ასაკიდან სადაც მე-9-მე-10 კლასიდან რაღაცეები ისწავლებოდეს უკვე სკოლაშიც. უნდა ისწავლებოდეს როგორ არ უნდა მოიქცე, ხო? რა დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს, ხო როგორ შეიძლება რომ დაიცვა თავი. ანუ ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს. იმათ არგუმენტი ქონდათ, ვისაც ვინც წინააღმდეგი იყო ამ განათლების, ხო რომ სკოლაში რომ ისწავლებოდეს, რომ აი მე ხო ვისწავლე, მე გავიზარდე, არავის არ ვისწავლები, არაფერი არ იცი შეჩემა, რა ისწავლე. ვისაც გონია რომ რაღაცა იცის უკვე ზრდასრულმა, შემდგარმა ბჭყალებში ადამიანმა რეალურად არ იცის ბევრი რამე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი საქმიანობისთვისაც დიდი მადლობა. საინტერესო ინფორმაციებს გაეცნო ალბათ მაყურებელი, საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებსაც შევეხეთ და გისურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი წარმატება. ძალიან პოზიტიური ხარ და ძალიან სასიამოვნო იყო მოსვლა. ჩემსაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ეს კი ჩამივარდა გულში ძალიან. ხო დაუტოვოთ თუ გამოიყენებს.